თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. როგორ გავთხოვდეთ სარფიანად? სწორედ ეს იქნება ჩვენი გადაცემის თემა. ცხადია, გადაცემა მთლიანად ეძღვნება ქალებს. ამ შემთხვევაში ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. დიახ, ახლა მოგიყვებით იმას, თუ როგორ უნდა გავთხოვდეთ სარფიანად გოგონებო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ვინმე რომ გათხოვდება და იკითხავს, სად გათხოვდაო, ახლულების პასუხი თბილისში. ესაა ყველაზე იღბლიანი გათხოვების ადგილი. აქ არაფრის დამატება აღარაა საჭირო. თბილისში და მორჩა. ნაკლებ სახარბიელო, მაგრამ მაინც რიხით სათქმელი გათხოვება დაბინავებები ასე ჟღერს. თბილისში ყოფილან ქირით. არ კითხულობ, მაგრამ მაინც აზუსტებენ. წელს აიღებენ გირაოთი და მერე აპირებენ ბინის ყიდვას. და მესამე ვარიანტი. სოფელში გათხოვდა, მაგრამ დედა ყავს იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში და თბილისში უნდა უყიდოს ბინა. მოკლედ ამ ვარიანტებს რომ ავწდეთ და მართლა სარფიანად გავთხოვდეთ, რჩევები ჯერ კიდევ წინა მაქვს. ჯერ ერთ ისტორიას მოვყვები. ერთ-ერთ ამერიკულ ფორუმზე უცნობმა გოგონამ ასეთი შინაარსის კომენტარი დადო. მე ახალგაზრდა, ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული გოგონა ვარ. მინდა ცოლად გავყვე ჭაბუკს, რომელიც წელიწადში $500,000 გამოიმუშავებს, ანუ $500,000. სურველები გამომეხმაურეთ, გოგონამ მალე მიიღო პასუხი. ერთი ახალგაზრდა ფინანსით ყმაწვილს არ დაეზარა და მისთვის პასუხი გასცა. აი ეს პასუხიც. მე დიდი ინტერესით ავიკითხე შენი პოსტი და აი რა მინდა გიპასუხო. შენი წინადადება ისეთი კაცის გადმოსახედიდან, როგორიც მე ვარ, ძალიან ცუდი შემოთავაზებაა და აი რატომ. მოკლედ რომ ვთქვა, შენ თავაზობ საკუთარ სილამაზეს ჩემი ფულის სანაცვლოდ. ეს შესანიშნავია, მაგრამ შენი სილამაზე ხომ წარმავალია და კლებადი, ხოლო ჩემი კაპიტალი პერსპექტიული და მზარდი. ასე რომ ეკონომიკის ენაზე შენ ხარ გაუფასურებული აქტივი და არა მარტო გაუფასურებული აქტივი, შენი ფასი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად ეცემა და 10 წლის შემდეგ ის უკვე ყოველგვარ ღირებულებას დაკარგავს. შენი ყიდვა ცუდი ბიზნესია. უჯობესი იქნებოდა თუ მე შენ იჯარი დაგიქირაებდი, ასე რომ მე გთავაზობ ხანმოკლე პაემნებს და არა ქორწინებას. ხედავთ, არც ისე ადვილი ყოფილა ფულიანი კაცის ჩაგდება, თუნდაც ლამაზები ვიყოთ. ახლა კი დაპირებული რჩევები. გახსოვდეთ, როგორი მაგარი ნაშაც არ უნდა იყოთ, მხოლოდ უბანში ადგილის განმტკიცებით თქვენს მომავალს ვერასოდეს ააწყობთ. ასეთ შემთხვევაში სარფიანობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. საქართველოში მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. სამზარეულოს მაგიდასთან მზესუმზირისა და არც ისე შორეულ და ქალებთან განმარტოება და სხვის ცხოვრებაზე მწარე დებატები. მერწმუნეთ, თუ ასეთ სამეგობროს წევრი ხართ, დიდი უზარმაზარი უშველებელი ადამიანური პრობლემებიც გქონიათ, რომლებიც ნაადრევი კლიმაქსისა და დეპრესიის გარდა ვერაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ სახლიდან გაუსვლელობით და უსაქმოდ ყოფნით სარფიანი გარიგების დადება შეუძლებელია. მერწმუნეთ, თქვენს მრავალსართულიან კორპუსთან ჯერ კიდევ საუცნობო მამაკაცი არასოდეს გამოჩნდება თავისით. ასევე შეუძლებელია ქუჩაში მოკლე კაბითა და გამჭვირვალე ტოპით, გაბედულად ტანტალით და ძვირადღირებული ავტომანქანებისკენ ველური მზერით საკუთარი მომავლის სარფიანად აწყობა, ამ გზით თქვენს მომავალ რეპუტაციას საფრთხე ემუქრება, რადგან სასურველი შედეგების სანაცვლოდ ქუჩის ბოზის წოდება მოგეკერებათ. გახსოვდეთ, ძვირად ანაზღაურებადი მამაკაცის ხელში ჩაგდება იოლი არ არის. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.